მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და დავიწყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლით, საერთაშორისო ვიზიტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში გრძელდება და ძალიან საინტერესო იყო გუშინდელი დღე ამ თვალსაზრისით. ჩვენ ნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციასთან ერთად შეხვედრა სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, სინგაპურის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, სადაც განხილული იქნა ბუნებრივია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო შესაძლებლობები, ბუნებრივია ყურადღება გამახვილდა შეხვედრებზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე. ცხადია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო როლის დაკავშირებადობის ევროპასა და აზიას შორის და რა თქმა უნდა ამ კუთხით ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სინგაპურის მხარესთან თანამშრომლობას. განხილული იქნა რამოდენიმე მიმართულების საკითხები, როგორც სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან ისე პრეზიდენტთან, მათ შორის საკითხები, რომელიც შეეხებოდა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ამავდროულად ტურიზმის და ინოვაციების სექტორში თანამშრომლობას. საინტერესოა, რომ ამავდროულად პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად შეხვედრა გამართა ასევე ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან. 30-ზე მეტი მსხვილი ფინტექ კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, სადაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავის მხრივ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე ცხადია, ამ შეხვედრებზე ძალიან მაღალი იყო დაინტერესება ფინტექ კომპანიების მხრიდან საქართველოში პარტნიორობასთან, ქართულ პარტნიორებთან, პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირებით. საინტერესო შეხვედრა იყო აეროპორტების მიმართულებით. ასევე სადაც ცხადია კვლავ ყურადღება დაეცვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც მომავალში 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და სოლიდურად გააძლიერებს საქართველოს როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს. უნდა აღინიშნოს და ამის შესახებ წერს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი საკუთარ Facebook-ის გვერდზე, რომ მაღალი ინტერესი იქნა გამოხატული მასპინძელი მხარის მხრიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო ფაქტია. წმინდა ეკონომიკურ ჭრილში საინტერესო იყო ცალკე შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მათ შორის იყო შეხვედრა სინგაპურის ციფრული განვითარების ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს უფროს სახელმწიფო მინისტრთან, სადაც განხილული იქნა და ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისა და ეფექტიანობის გამოყენების მნიშვნელობაზე და ამავდროულად, როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამავდროულად ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე, მათ შორის განსაკუთრებით ჯიტასთან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია სინგაპურთან თანამშრომლობის ეს ნაწილი, ვინაიდან კიდევ ერთხელ როცა ჩვენ საუბრობთ საქართველოს როლზე, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხადია რეგიონის ქვეყნებთან და უფრო ფართო არეალში თანამშრომლობას. კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის შესახებაც ასევე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, იყო სწორედ სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში ცხადია, აქაც განხილული იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, განხილული იქნა საქართველოს როგორც რეგიონული სატრანსპორტო ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების საკითხი და ცხადია ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ინვესტიციებზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, როგორებიცაა პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები, აეროპორტი და ასე შემდეგ. ცხადია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო ლოჯისტიკურ სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას და ამავდროულად შუადერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს აქტიურ როლს სფეროს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. მოკლედ საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო ამ კუთხით და ცხადია, რომ ჩვენ შემდგომში ვიზიტთან დაკავშირებულ ცალკეულ დეტალებზე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან. ჩვენ ასევე გქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან. მე მქონდა შეხვედრა ვაჭრობის მინისტრთან, ისევე როგორც ტრანსპორტის მინისტრთან, ასევე ინოვაციების მინისტრთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა. მე მინდა ხაზი გაუსვარო ვიზიტის ფარგლებში, ასევე გქონდა შესაძლებლობა, გქონოდა შეხვედრა წამყვან ფინტეკ კომპანიებთან, ადგილობრივ და ფაქტობრივად გლობალურ ფინტეკ კომპანიებთან, რომლებთაც წარუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები. ამავდროულად ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია, შეიძლება ასეც ითქვას, ანაკლის ხრმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დაანონსა. ასევე ჩვენ გქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. ჩანგის აეროპორტი არის მსოფლიოში აღიარებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით და ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან. ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვიზიტოთ დამატებითი ინვესტიციები, როგორც უკვე აღინიშნა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ისევე როგორც საფინანსო სექტორში. განსაკუთრებით მისასალმებელია ალბათ ჩანგის აეროპორტის ინტერესი საქართველოსადმი. აღინიშნა, რომ საქართველოს გამორჩეული ზრდის დინამიკა აქვს უშუალოდ ავიაციის სექტორში და ზავთნაკადისა და ტურიზმის სექტორის ზრდამ ზუსტად რომ განაპირობა მათი ინტერესი. ახლა ნახეთ ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრის შეფასება, მან ერთგვარად შეაჯამა შეხვედრების ის ნაწილი, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით და კიდევ ერთხელ სინგაპური ძალიან საინტერესო მოდელია, სინგაპურის გამოცდილება ძალიან საინტერესოა, ბუნებრივია საქართველოსთვის შემდგომი რეფორმების გზაზე და სექტორი, რომლის შესახებაც დღეს გვინდა ვისაუბროთ, რომელიც ჩვენთვის ბიზნეს ინსაიდერისთვის რამოდენიმე სექტორთან ერთად განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და ამ სექტორის შესახებ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს ყველა პლატფორმაზე და ცხადია აქაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მაგალითად განათლების და ბიზნესის კიდევ უფრო მეტ თავსებადობაზე, როდესაც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ საკითხებზე და არა მხოლოდ ვისაუბრია მათ შორის სახელმწიფო სექტორის მინისტრის მოადგილესთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, არაერთხელ ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლების საკითხებზე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ბიზნეს ინსაიდერისთვის ყოველთვის ყველაზე ვალიდური კვლევა არის შემოთავაზებული გალთენ თაგართისყიდან. ყოველთვის კიდევ ერთხელ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა განათლების სექტორს საქართველოში. სწორედ ამ დოკუმენტის ირგვლივ გვინდა ვისაუბროთ კვლევების დეპარტამენტის სექტორის სუფროსთან, თათია მამრიკიშვილთან ერთად დღეს. თათია ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით თათია. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მოგზაურობისათვის, გთხოვთ დაბრძანდეთ და სწორედ ამ დოკუმენტის ირგვლივ გვინდა პირველი კითხვა დაგისვათ. განათლების სექტორი საქართველოში. ნახე დოკუმენტი, აი ეთნებდეს გითხარით, საკმაოდ საინტერესო იყო, მათ შორის ციფრობრივი მაჩვენებლებმა დამაინტერესა. როგორია ძირითადი მიგნებები, რომელიც წარმოდგენილია დოკუმენტში? კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გალტენთაგერმა განაახლა განათლების სექტორის კვლევა, რომელსაც რეგულარულად ვუყურებთ ხოლმე და ძალიან საინტერესო ტენდენციები არის ამ სექტორის ძირითად ქვესექტორებში, მათ შორის ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების მიმართულებით. პირველ რიგში დავიწყოთ ჯამურად სექტორის ტენდენციები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი
დღესდღეობით საქართველოში, ანუ განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ სექტორის ზრდის ტემპმა რამდენჯერმე გადაუსწრო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს, ანუ თუ შევხედავთ 2025 წლის რიცხვს დაახლოებით 24.5%-ით გაიზარდა წინა წელთან მიმართებით, რეალური ზრდა იყო სექტორის ეს და ამან გამოიწვია ის, რომ სექტორი გახდა მეშვიდე ყველაზე მსხვილი დარგი საქართველოს ეკონომიკაში 2025 წლის მდგომარეობით. რა იწვევდა საინტერესო ხო ამ სექტორის ზრდას, ანუ რო ჩავშალოთ თვითონ განათლების სექტორი ქვესექტორებად, ყველაზე მსხვილი ორი დარგი ეს არის ზოგადი განათლება და უმაღლესი განათლება. ანუ ჯამურად სექტორის მოცულობა არის დაახლოებით 4.3 მილიარდი ლარი, რაც მოიცავს როგორც საჯარო სექტორს, ანუ საჯარო ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, რომლებიც მოგეხსენებათ ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული და ასევე კერძო სექტორსაც. ამ 4.3 მილიარდიდან ყველაზე მსხვილი არის უმაღლესი განათლება, დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობით 2025 წელს და ზოგადი განათლების ზრდის ტემპი ძირითადად სახელმწიფო დაფინანსების ზრდის იყო გამოწვეული, თუმცა ასევე იზრდება კერძო სკოლების შემოსავლებით საკმაოდ სწრაფი ტემპით და ძალიან საინტერესო ტენდენციებს ვხედავთ კერძო განათლების თვალსაზრისით ზოგად განათლებაში. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ეს არის მეორე ყველაზე მსხვილი ქვესექტორი 1.3 მილიარდი ლარის მოცულობით და აქ ბოლო წლებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი წყარო იყო უცხოელი სტუდენტები. უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე ქმნიან მოთხოვნას და ამიტომ ჯამურად სექტორის შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი იყო კერძო უნივერსიტეტების შემოსავლები. და ნუ შემდეგ მოდი შედარებით პატარა ქვესექტორები, მათ შორის ვთქვათ სკოლამდელი განათლება, ან ბაღები, საჯარო და კერძო ბაღები დაახლოებით 690 მილიონი ლარის მოცულობით არის ეს სექტორი 2025 წელს წარმოადგენელი და შემდეგ მოდი შედარებით უფრო მცირე, ეს არის პროფესიული განათლება, რომელიც დაახლოებით 170 მილიონის ფარგლებშია ამ სექტორის სომხეთის სხვაობა ფინანსურ ნაწილში პროფესიულ განათლებასა და უმაღლეს განათლებას შორის საკმაოდ დიდი. ძალიან საინტერესო ციფრებია ამ ჭრილში და მინდა უფრო დეტალურად კიდევ ზოგად განათლების ნაწილს დაუბრუნდე. აი რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება კიდევ დამატებით ზოგადი განათლების მიმართულებით? კი, ზოგად განათლებაში როგორც ვახსენე, ანუ ძირითადად მაინც საჯარო სექტორის შემოსავლები იზრდება, უფრო მაღალი არის, დაახლოებით 75% შემოსავლების არის საჯარო სკოლები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული, თუმცა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება კერძო სკოლების შემოსავლები. საშუალო ზრდის ტემპი იყო დაახლოებით 14%-ის ფარგლებში 2019-25 წლებს რო შევხედოთ და 2025 წელს მიაღწია დაახლოებით 625 მილიონი ლარის მოცულობას. რა განაპირობებდა ამას, ხო? ერთის მხრივ განაპირობებს შემოსავლიანობის ზრდა მოსახლეობაში და კერძო განათლების მიმართ მზარდი მოთხოვნა. ძალიან კარგად ჩანს თვითონ კერძო განათლების მიმართ დაგროვილი მოთხოვნა იმ ფაქტშიც, რომ აი ბოლო წლებში თუ შევხედავთ გახსნილ სკოლებს, აი მაგალითად ჩვენს კვლევაში გაანალიზებული ქონდა 2021-23 წლებში გახსნილი კერძო სკოლები. ძირითადად ეს არის ქსელური სკოლები, რომლებიც გაფართოვდნენ თქვათ შედარებით გარეუბნებში, ბაქსუდი, მწვანე სკოლა და შემდეგ და ესენი უკვე ემსახურებიან რამდენიმე ასეულ და ზოგ შემთხვევაში 1000-ზე მეტ სკოლის მოსწავლესაც. ანუ ბოლო რამდენიმე წელიწადში იმდენად სწრაფად აკრიბეს ბაზარზე წილი, რომ ეს მიუთითებს ამ მიმართულებით დაგროვილ მოთხოვნას განსაკუთრებით გარეუბნებში და ჩანს ეს ტენდენცია კერძო სკოლების ნაწილში, რომ ფართოვდებიან გარეუბნებში, რაც ერთის მხრივ ცენტრალურ უბნებში შეზღუდული მიწის რესურსით არის განპირობებული და მეორეს მხრივ თვითონ დაგროვილი მოთხოვნით გარეუბნები და ადგილზეც მოთხოვნა არის მარტივად რო ვთქვათ. რამდენიმე საინტერესო ტენდენციას ვხედავთ იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე ხო იზრდებოდა სექტორი და მომავალში როცა ვუყურებთ თქვათ რა ზრდის პერსპექტივები აქვს ამ სექტორს, პირველ რიგში გავაანალიზეთ კერძო სკოლებზე ვინც ქმნის მოთხოვნას, ანუ სკოლის მოსწავლეების დინამიკა როგორი იქნებოდა საშუალოებიან პერიოდში. დღესდღეობით დაახლოებით 72,000 სკოლის მოსწავლე სწავლობს კერძო სკოლაში, რაც არის ჯამური სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 12%. თუმცა, ანუ მოგეხსენებათ, რომ დემოგრაფიული ტენდენციები კლებადი გვაქვს, ანუ ბოლო წლებში ყოველ წელს შაბადობა უფრო დაბალია ვიდრე წინა წლებში იყო და ამის გათვალისწინებით ჯამურად სკოლის მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას პროგნოზირებთ დაახლოებით 2030-31 წლისთვის. ჩვენი მოლოდინით დაახლოებით 6-7%-ით შემცირდება სკოლის მოსწავლეების რაოდენობა. თუმცა ამის მიუხედავად ვფიქრობთ, რომ კერძო სკოლების წილის ზრდის პოტენციალი ბაზარზე არის. და როცა ვაანალიზებთ, თქვათ, რა გამოიწვევდა ამ კერძო სკოლების წილის ზრდას, შევხედეთ სამ ძირითად ფაქტორს. პირველი არის
ყველაზე რეალისტური, ანუ საჯარო სკოლებიდან კერძო სკოლებში მიგრაცია არის ტენდენციასაც ბოლო წლებში ვხედავთ და მიგრაციის ტენდენციას ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება, იმიტომ რომ თუნდაც ანუ 11% ჯამურად სკოლის მოსწავლეებში რაც არის თქვა კერძო სკოლების წილი, ჩამორჩება ევროპის მაჩვენებლებს დაახლოებით 17-დან 25%-ის ფარგლებშია იქ ეს მაჩვენებელი და მგონია რომ საშუალოდიან პერიოდში სადღაც ჩვენც ამ მაჩვენებლამდე ავალთ. მეორეს მხრივ ეს ყიდვალუნარიანობის ზრდა და შემოსავლიანობის ზრდა ქვეყანაში ამას უწყობს ხალხს და მესამეც თვითონ ოჯახების მოთხოვნები კერძო განათლების და ზოგადად განათლების ხარისხის მიმართ და აკადემიური შედეგების მიმართ მზარდი არის და ეს შეუწყობს ხალხს კერძო სკოლების ზრდას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საერთაშორისო კვლევებით, მაგალითად PISA რომ მოვიშველიოთ, კერძო სკოლების შედეგები, აკადემიური თვალსაზრისით აკადემიური შედეგები უსწრებს საჯარო სკოლების შედეგებს. მეორე მიმართულება ვთქვათ, რამაც შეიძლება განავითაროს, გაზარდოს ამ სეგმენტის წილი ბაზარზე არის უცხოელი ოჯახების შემოსვლა საქართველოში. ანუ მოგეხსენებათ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მოხდა მიგრანტების რელოკაცია საქართველოში, ამან გაზარდა მოთხოვნა კერძო განათლებასაც, თუმცა ეს ფაქტორი მაინც ცოტა ისეთი ვოლატილური არის და ბევრ გეოპოლიტიკურ ფაქტორზე არის დამოკიდებული. და მესამე საინტერესო ტენდენცია, რასაც ვხედავთ, რომ ამ სექტორში არის კონსოლიდაციის პოტენციალი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა შრომითი დანახარჯები ეზრდება სექტორს სახელფასო ხარჯების თვალსაზრისით. ხელფასები მოგეხსენებათ იზრდება როგორც საჯარო სექტორში, მე ამას ეფექტი აქვს კერძო სექტორსაც და შრომითი დანახარჯების ზრდას შედარებით პატარა კომპანიები, რომელსაც მასშტაბის ეკონომია არ აქვს, პატარა სკოლები ვერ უძლებენ ბოლო წლებში, დაახლოებით 51 სკოლა კერძო სკოლა არის დახურული. და ვხედავთ, რომ 51 კერძო სკოლა დაიხურა, ხო და ეს ძირითადად წელიწადში 51 კერძო სკოლა დაიხურა და გონია რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება იმ თვალსაზრისით, რომ რადგან იზრდება შრომითი დანახარჯები, რომელიც ამ სექტორისთვის ყველაზე მსხვილი საოპერაციო ხარჯი არის ჯამურად შემოსავლების, დაახლოებით 68% არის შრომითი დანახარჯები. და ეს რაც უფრო იზრდება, შედარებით პატარა არაეფექტური ხარჯის სტრუქტურის მქონე სკოლებს უწევთ ან სრულ, ან თქვა ზარალზე მუშაობა, ან სრულ მომგებიანობაზე მუშაობა, ან ზარალზე, რაც რა თქმა უნდა საშუალოდიან პერიოდში არ არის მდგრადი და გონია რომ შედარებით უფრო მსხვილი ქსელური სკოლების მხრიდან რაღაცა კონსოლიდაცია შედარებით პატარა სკოლების მოსალოდნელი არის ამ სექტორში. ძალიან საინტერესო ტენდენცია მართლაც როცა ამ ვითარებას ვაკვირდებით და ნახოთ მართლაც აი წმინდა ფინანსური კუთხე, ფინანსური გათვლებით აი აბსოლუტურად მოყვებით მაგ ნაწილში რა იქნება კერძო სკოლების მომავალი ამ წელში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროცენტულად შემცირდეს ზოგადად მოთხოვნა. საინტერესოა აქვე უმაღლესი განათლების ნაწილი, აქ უცხოელი სტუდენტების ვახსენეთ და შემოსავლით მართლაც დამბეჭდავენ, რასაც უცხოელი სტუდენტები ხარჯავენ, ეს მხოლოდ განათლებაში და გარდა ამისა სხვა ეფექტიც აქვს ამას. კი. უმაღლეს განათლებას რო შევხედოთ, როგორც ვახსენე, ეს არის მეორე ყველაზე მსხვილი ქვესექტორი განათლების, დაახლოებით 1.3 მილიარდი არის ამ სექტორის შემოსავლები 2025 წელს და ეს შემოსავლები თითქმის თანაბრად ნაწილდება საჯარო და კერძო უნივერსიტეტებზე. თუმცა, ანუ კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდამ რამდენჯერმე გადაუსწრო საჯარო უნივერსიტეტების ზრდაც, რაც ძირითადად ამ უცხოელი სტუდენტების ფაქტორით იყო განპირობებული. უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე ქმნიან მოთხოვნას და დაახლოებით 700 მილიონ ლარს უკვე გადაუსწრო კერძო უნივერსიტეტების შემოსავალმა. აქ რა ტენდენციასაც ვხედავთ არის, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა თითქმის გასამაგდა 2019-25 წლებში, რასაც ასევე რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტის დაერთო და ბევრი მათ შორის ინდოელი სტუდენტის რელოკაცია მოხდა საქართველოში და ამან იქონია დადებითი გავლენა სექტორზე. თუმცა აი ამას როცა ვაანალიზებთ, თქვათ გეოგრაფიულ ჭრილში, თქვათ უცხოელი სტუდენტები როგორ ნაწილდება, ძირითადად ნახევარზე მეტი არიან ინდოელი სტუდენტები, თუმცა მზარდი არის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც სტუდენტების ნაკადები, მაგრამ ეს გეოგრაფიული კონცენტრაცია შესამჩნევი არის სექტორში და მეორე ის ფაქტიც არის, რომ უცხოელი სტუდენტების დიდი ნაწილი ძირითადად ჯანდაცვაზე სწავლობს, ანუ ვხედავთ, რომ კონცენტრაცია სექტორში მაღალია როგორც გეოგრაფიულ ჭრილში, ისე პროგრამების ჭრილშიც და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენი სექტორისთვის არის, რომ დივერსიფიცირებაზე რაც შეიძლება მეტი ზრუნვა საშუალო სპეციალიზაციაზე რომ არ იყოს ჩამოკიდებული მთლიანად, რაც ახლა ვხედავთ. სხვა შორის აი ამ
კუთხე ძალიან საინტერესოა განათლების ტენდენციები და დასაქმების ნაწილი ჩვენ მუდმივად მომახვილებთ ხოლმე ყურადღებას ამ ნაწილზე რომ რამდენად განათლება პასუხობს იგივე ბიზნესის მოთხოვნებს, რომ უფრო მეტი ბალანსი იყოს ამ შემთხვევაში კურსდამთავრებულსა და დასაქმების მაჩვენებლებს შორის. ხო, ეს საკმაოდ აქტუალური თემა არის მოგეხსენებათ, ანუ როცა ბოლო წლებში სექტორის ძირითადი ზრდაუცხოელი სტუდენტების მხრიდან ფიქსირდება, მეორე მხარეს ადგილობრივ ბაზარზე ცოტა შეუსაბამობა გვაქვს ადგილობრივ კურსდამთავრებულების პროფილის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოგეხსენებათ, რომ ხშირად მიდის ამაზე აქტუალური მრჩევლობა და ზუსტად უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ უფრო შესაბამისობაში. აი, რეფორმაზე იქნებოდა თქვენი აზრი კი. ჯერ უბრალოდ ამას დავასრულებ, რომ ანუ ჩვენ როცა ვთქვათ მაგ საკითხის გაანალიზება დავიწყეთ, პირველ რიგში შევხედეთ, როგორი არის ჩვენთან კურსდამთავრებულების განაწილება პროგრამების მიხედვით და სხვა ქვეყნებს შევადარეთ სხვაგან როგორ არის და ჩვენთან არაბუნებრივად მაღალი არის ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტებზე ხალხო სტუდენტების წილი და არაბუნებრივად დაბალი არის, ვთქვათ, განათლების ან ვთქვათ ტექნიკური უნარების მქონე პროგრამები, მათ შორის ინჟინერია, მრეწველობა, მშენებლობა. კი. და ზუსტად იგივე იყო განათლების სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის ანალიზის შედეგებში აღმოჩნდა, რომ სიჭარბე გვაქვს იმ მიმართულებებში, რაც ახსენეთ წეგან ბიზნეს ადმინისტრირება და ასე შემდეგ შრომის ბაზარზე და ნაკლებობა გვაქვს კადრების, თუნდაც პედაგოგიკის, საქმის და ასე შემდეგ ინჟინერია, თქო მშენებლობა და ასე შემდეგ. და აქედან მივდივართ ზუსტად იმ უმაღლესი განათლების რეფორმამდეც, რაც ახსენეთ. ანუ უმაღლეს განათლებას როცა ვაანალიზებდით, იმ 4 ძირითადი მიმართულების ჭრილში გავაანალიზეთ, რასაც მოიცავს მთლიანად ეს რეფორმა. პირველი არის მოგეხსენებათ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, 3+1+1 სქემა, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მოდელი და უცხოელი სტუდენტების აკრძალვა, კვოტების დაწესება საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტებზე. ანუ თითოეულ მიმართულებაში გამოვყავით ჩვენი აზრით რა არის ამ რეფორმის ძლიერი მხარეები და რა შეიძლება იყოს ცოტა გამოწვევები. და მოგახსენებთ, როგორ ვუყურებთ, ანუ ჩვენი აზრით ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის მთავარი, ესე იგი, დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ როცა ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტებში მოხდება, ვთქვათ, აკადემიური და ფინანსური რესურსების კონცენტრაცია, ამან შეიძლება სპეციალიზაცია უფრო გამოიწვიოს უნივერსიტეტებში და ხარისხის თვალსაზრისით გაზარდოს, ვთქვათ, განათლების ხარისხი. თუმცა მეორეს მხრივ გამოწვევებში შეიძლება სოციალური ფაქტორები გავითვალისწინოთ, რომ მეტნაკლებად შეიძლება შეეზღუდოთ, ვთქვათ, სტუდენტებს არჩევანი და ამავდროულად შეიძლება შეაფერხოს ამან ინტერდისციპლინური სწავლება, თუნდაც ვთქვათ, იმ აკადემიურ პერსონალსა და სხვადასხვა პროგრამებზე სწავლელ სტუდენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, რაც მერე უკავშირდება პროგრამების განვითარებას, მათ შორის სამაგისტრო, სადოქტორო და საბაკალავრო საფეხურზე. რაც შეეხება 3+1+1 სქემა, მოგეხსენებათ ჩვენთან ბაკალავრი აქამდე 4 წლიანი სწავლება იყო და ახლა გადავდივართ 3 წლიან სწავლებაზე. ამის მთავარი დადებითი ფაქტორი შეიძლება ჩვენი აზრით ის იყოს, რომ უფრო სწრაფად მოხდეს შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულების შესვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა AI ყოველდღიურობაში ძალიან აქტიურად შემოვიდა შრომის ბაზრის მოთხოვნები შეიცვალა ძალიან დაჩქარდა ყველაფერი და განსაკუთრებით ისეთ პროგრამებზე არის ეს მნიშვნელოვანი, სადაც აკადემიურ სიღრმეზე მეტად უფრო პრაქტიკული უნარები არის მნიშვნელოვანი, მაგალითად სტუმარმასპინძლობა და სერვისების სექტორები. ამიტომ აქ ვფიქრობ, ეს დადებითი შეიძლება პირველი ეს იყოს, თუმცა მეორე მხრივ გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ თუ თქვათ განათლების ხარისხი შესაბამისად არ მიყვა, თქვათ ამ დროის შემცირება, შეიძლება კომპეტენციების და კონკურენტუნარიანობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. მესამე არის სახელმწიფო დაფინანსების სქემა, რაც მოგეხსენებათ, რომ სრულად საჯარო უნივერსიტეტებში უფინანსებს ადგილობრივ მოსახლეობას სწავლას, რაც ძირითადად მთავარი დადებითი ცალსახად არის, რომ ყველა შემოსავლის ჯგუფის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობას განათლებაზე ზრდის, თუმცა მეორე მხრივ ჩვენი აზრით შეიძლება ეს გამოწვევა იყოს, რომ ერთ-ერთი ვთქვათ კვლევითი კომპონენტის დაფინანსების ნაწილში მესმის რომ სრულად სწავლა, სრულად ფინანსდება, მაგრამ აი კვლევითი მიმართულების დაფინანსების ნაწილში ანუ ადეკვატურად იყოს ეს მიმართულებას დაფინანსებული, იმიტომ რომ საჯარო უნივერსიტეტებში კვლევითი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე ამით ხდება ვთქვათ პროგრამების განვითარება და ამას იყენებს კერძო სექტორიც, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით და ასევე მეორე მნიშვნელოვანი რასაც გამოვყოფთ
არის, რომ მეტნაკლებად მაინც უნივერსიტეტებს მოქნილობა ეზღუდებათ შრომის ბაზრის და სტუდენტების მოთხოვნებთან სწრაფი მორგების თვალსაზრისით, როცა ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ ხდება კვოტირება სხვადასხვა მიმართულებებზე სტუდენტების. და მეოთხე მიმართულება არის უცხოელი სტუდენტების აკრძალვა, 5%-იანი კვოტა შეზღუდვა საჯარო უნივერსიტეტებში, რაც ჩვენი აზრით ძალიან დადებითია იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო უნივერსიტეტები სწორედ უნდა იმსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიციურ განათლებას იმის რომ შეესაბამებოდეს ეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და შეიძლება არასწორ მოტივაციებს ქმნიდეს, თქვათ, უცხოელ სტუდენტებზე კონცენტრაცია, თუნდაც რაღაცა აკადემიური რესურსების იმ ნაწილში გადასროლით და ჩვენ რო გქონდა კომუნიკაცია თვითონ უნივერსიტეტებთანაც ხშირად ასახელებდნენ ამას, რომ აკადემიურ რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა ჰქონდათ ადგილობრივ სტუდენტებს. თუმცა მეორეს მხრივ აქ რაღაც ფინანსური ნაწილს რო შევხედოთ, უნივერსიტეტებს, საჯარო უნივერსიტეტებს ეს ფინანსური წყარო, რაც თქვათ, უცხოელი სტუდენტებიდან ჰქონდათ, აქამდე ეს ეზღუდებათ. თუმცა აქაც ახლა რო ვთქვათ გულწრფელად, პირდაპირ ფინანსური ეფექტი დიდი ვერ იქნება, იმიტომ რომ დღეს 44,000 უცხოელი სტუდენტი არის საქართველოში და აქედან მხოლოდ 7,000 სწავლობს საჯარო უნივერსიტეტებში, ხო, ამიტომ ფინანსური კუთხით ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც დიდი ეფექტი ექნება. კი ბატონო, მართლა ძალიან საინტერესოა ეს ნაწილი, მქონდა ჩვენს კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან და ზუსტად მოყვებით მაგ ლოგიკაში, რასაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ძირითად შემთხვევაში და ფუნდამენტური კერძო სექტორის მხრიდან ამ თემას ავითარებდნენ და ბოლოს შეჯამების სახით, რომ ვთქვათ, როგორ უყურებთ ჯამში განათლების სექტორის პერსპექტივას და როდის ველოდებით შემდგომ განახლებას, რომელიც ყოველთვის გვაინტერესებს ხოლმე, ვინაიდან ძალიან კვალიფიციურია თქვენი კვლევები. დიდი მადლობა პირველ რიგში. კითხვის ბოლოდან დავიწყებ. ჩვენ ვუყურებთ ხოლმე რეგულარულად ამ სექტორს და მე ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე საჯარო კვლევას. მოდი კონკრეტულ თარიღს არ ვიტყვი, თუმცა კი, რაღაცა მიმართულებები არის, რაც კიდე ჩაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს და მაგ ნაწილში ვფიქრობთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. რაც შეეხება თვითონ განათლების სექტორის პერსპექტივებს, ზოგად განათლების პრინციპში დიდი ნაწილი უკვე დავფარეთ. ზოგადი განათლების თვალსაზრისით გგონია რომ კერძო სკოლების ზრდის პერსპექტივა არსებობს და პოტენციალი ბაზარზე და ჩვენი მოლოდინი არის რომ სადღაც 17-დან 25%-ის ფარგლებში იქნება თქვა კერძო სკოლებში მოსწავლეების წილი საშუალოდიან პერიოდში ჩვენთანაც. თუმცა ხო ისიც ვახსენეთ რომ რაღაც კონსოლიდაციის პოტენციალს ვხედავთ და ამ ტენდენციას დავაკვირდებით თქვა რამდენად ეგრე იქნება, თუმცა აკაური ხო ჩვენ მაგალითად სკოლებს როცა შევხედეთ სკოლების ფინანსურ მაჩვენებლებს ჩანდა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქსელური სკოლები გაცილებით უფრო მაღალ მომგებიანობაზე ოპერირებენ, მაგალითად საშუალო EBITDA მარჟა რო ავიღოთ, თქვა საოპერაციო მომგებიანობის მარჟა რო ავიღოთ, დაახლოებით 30-35%-ის ფარგლებში არის, მაშინ როცა შედარებით პატარა სკოლები, თქვა ერთი სკოლა, როდესაც არის და ყავს ცოტა რაოდენობის სკოლის მოსწავლე, ან ზარალზე უწევთ ოპერირება, როგორც ვახსენეთ, ან თქვა მომგებიანობაზე, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კონსოლიდაციის ტენდენციები იქნება მომავალში მოსაოდნელი. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, აქ უცხოელი სტუდენტების თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ვურჩევდით სექტორს, რომ დივერსიფიცირებაზე გააკეთოს აქცენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ სექტორში პრინციპში ერთ კონკრეტულ რაღაცა ბაზარზე თუნდაც ან ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე დამოკიდებულება არ არის, რა თქმა უნდა. ეწლებია ეს სამეცნიერო მიმართულება, პირიქით იზრდება და თითქოს ვერაფრით ვერ მოხერხდა ეს დივერსიფიცირების ნაწილი. ძალიან ძაბალი მასშტაბია დივერსიფიცირების. კი. და მგონია რომ მაგ კუთხით ნამდვილად გვაქვს სამუშაო. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ყველაფერი ალბათ დამოკიდებული იქნება თვითონ ამ უმაღლესი განათლების რეფორმის ეფექტიანობაზე და თვითონ განხორციელების ხარისხზე, ასე რომ მაგას ველოდებით. საინტერესო პროცესი იქნება დაკვირვების მით უმეტეს გარკვეული ტიპის პირველი ნაწილი, ასე რომ ვთქვათ, შემოდგომიდანაც გვექნება რაღაც სიახლეების და საინტერესო დაკვირვების ნაწილი იქნება, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაველოდებით თქვენს შემდგომ განახლებას, მანამდე კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია ის მიგნებები, რომელიც აი ამ კლუბის ფარგლებში ფორმირდა. თათია, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო ვრცელი ანალიზისთვის და მე ვფიქრობ, ყველაზე ერთადი საკითხი ამ კლუბის ფარგლებში ჩვენ მოვიხილეთ და ძალიან საინტერესო იქნება მართლა ჩვენი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის. ეს ნაწილი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.